ნუ ებრძვი შენს სურვილის წინაშე დაკეტილ რკინის კარებს. ანუ როგორ რაღაც ხდება იცით მეგობრებო, ძალიან ხშირად აი ესეთი ისიც არის ხო, ბევრს უთქვია არა უტვინო ადამიანს და ბრძენს რომ შენო ანუ აუცილებლად უნდა როდესაც რაღაცა სურვილისკენ მიდიხარ, ერთხელ თუ არ გამოგივიდა მეორეჯერ უნდა გააკეთო, მესამეჯერ უნდა გააკეთო, მეოთხეჯერ და მაინც უნდა შესას მიაღწიო. ანუ ამაში არის რაღაც სიმართლე, მაგრამ ლოგიკურად ხო ხშირ შემთხვევაში იცი როგორ რაღაც ხდება, რაც მოსახდენია ის ძალიან მარე ხდება. აი მე მახსოვს, როდესაც უშვებდით ედით პიაფის სპექტაკლს, ნუ აი მართლა ერთი თვის განმავლობაში შევხვდი ელენო ბრასოვა მოვიდა იქ სადაც ვღეროდი, რომან ვიქჭუკი ადგა მოვიდა თვითონ ხელზე მაკოცა მითხრა შვილო ვიპოვნო ჩემი ედით პიაფიო, მანამდე რაშტი ვიბერგვა მითხრა შენ უნდა ედით პიაფი თამაშო, მოდი ჩაწერე, ანა იაკოვლევნა ტაბაროვსკაია მოვიდა ის ფრანგი გენიოს რომელს ჩამიდო ეს ფრანგული ენა ტვინში, ბერთვეში მოიძებნა ტანია ბერკოვიჩი რომელმაც ფული გადაიხადა $25,000 პროექტში და ნუ რაღაცა ყველაფერი აი აეწყო და ერთ თვეში დავდეთ შედევრი. ამ სპექტაკლის მერე წამოვიდა ისტორია, რომ უნდა ვითამაშო ჯანის ჯოპლინი. ისევ რაშტბერგმა მითხრა, რომ ამოდი ახლა ნუცა შენ ისეთი ხმა გაქვს, დაავიწყე სიმღერის მოსინჯვა რაღაც და დაიწყო გაჭედვა. ერთი სიტუაცია ჩაიშალა, მეორე სიტუაცია შეხვედრა ჩაიშალა, სპონსორი ვინც უნდა მოსულიყო, მან უარ თქვა, მოკლედ აეწყო, მოგეთ გაიწელა არ გამოვიდა რა და მე მივხვდი რომ უნდა გავანებო რა, ესე იგი არ არის ჩემი ამბავი რა, რაღაც ამ პერიოდში მაინც. მოგეთ რა მინდა იცით გითხრათ, საერთოდ სამყაროს უსმინეთ რა, იმიტომ რომ ყოველ პატარ-პატარა ნაბიჯებზე აი თქვენ გაქვთ წაკარნახებ და უფლისაგან წაკარნახება სამყაროსგან, უდიდესი ულამაზი უნივერსს მიყევ ხარ და ყოველთვის რაღაცას კარნახობს. აი რა გააკეთო რა არ გელბოთ, ძალიან ფრთხილი და ნაზი უნდა იყოს შენი შინაგანი კომპიუტერი უნდა მომართვა აი ამ სენსორებზე, აი ამ სენსორების დასაჭერად და მოусმინო რას გეუბნები. ეს შეიძლება იყოს როგორი რაღაცა, იცი, უცბად ფიქრობ რომ აუ ეხა ეს მინდა გავაკეთო, ეს უნდა გავაკეთო, აბა იქ რომ მიდა უცბად კარები იღება ვიღაცა შემოდის და აი რაღაც უცბად გეუბნები რომ ვაიმე, ნუცა რაღაცა ეს არ უნდა გამეკეთებინა რა, ეს აი რაღაცა აი ნიუა ხო იცი გითხრა არა. ან რაღაცა გადაშალე წაიკითხე უცბად ხედავ რაღაცას წერია რომ გამოვა. აი ეხე უხეშად მომყავს მაგალითად, მაგრამ ხო ხვდებით არაზე მაქვს ლაპარაკი, სამყარო ადამიანის მეშვეობით, ყველაფრის მეშვეობით, რაც კი ჩვენს გარშემო არსებობს, მოძრაობის მეშვეობით, ენერგეტიკის მეშვეობით, ქარის, მზის, სხივის, აერის მეშვეობით ყოველთვის განიშნებს შენ სწორ გზას, საით უნდა წახვიდე და რა უნდა გააკეთო. არასოდეს არ შეეწინააღმდეგოთ იმ სიტუაციას, როდესაც თქვათ შენ სამყარო გაჩერებს და გეუბნება არ გამოვიდა ესე, გეუბნება არა, მეორეჯერ მიდიხარ, უფრო უარესად გიკეტავს. მესამეჯერ მიდიხარ, კიდე უფრო გიკეტავს. კი, შეიძლება ბოლოს და ბოლოს მაინც მიაღწიო იმას, რაც გინდა, მაგრამ ის შედეგიანი, საფუძვლიანი, აი ის, რაც უნდა მოხდეს, არ გამოვა. ამიტომ ნუ ებრძვით დაკეტილ კარებს. ჯობია არ ვიძახი იმას, რომ დააკენსელო შენი სურვილი და უარი თქვა და დაივიწყო იმაზე, რაც გინდა. არა, მაგას არ გეუბნებით, უბრალოდ რაღაცა პერიოდი, ხო? იმ პერიოდში, როდესაც არ გამოდის ის, რაც უნდა გამოვიდეს, დაივიწყე. აი საერთოდ გადაგწყვეტ, ეს ურთიერთობაზეც მუშაობს, იცით? აი რამდენი არის ხოლმე უთქვა ვაიმე რა როგორი საოცარია, როცა მიყვარდა მაშინ არ უნდაო და როცა ფეხებზე დავიკიდე მოვარდა და ვენები გადაიჭრაო. ანუ რატომ ხდება ეს, ხო? იმ space-ი მომენტში, რომელიც არის ძალიან გაჭედილი შენი სურვილის ენერგიით, ძალიან დაჭიმული და ძალიან დაგრუზული, შენი უარის თქმით ანთავისუფლებ. და ამ განთავისუფლების შედეგად შენ იღებ იმ ბურთის დარტყმას, რომელსაც რაც უფრო თავისუფლად და ძალით დარტყმა, მით უფრო მაგრა ახტება ზემოთ. გაიგე შენ, ამიტომ შენ ამ თავისუფლებას აძლევ ამ შენ space, ამ სურვილს ანთა შენს ენერგეტიკას უხსნი გზას, შენ თვითონ დაკეტილი კარების წინაშე, დაკეტილი სურვილის ემოციით, მოკლედ გეუბნებით, დაკეტილი კარების წინაშე, დაკეტილი სურვილის ემოციით არ უნდა მიხვიდე. და ეს დაკეტილი სურვილის ემოცია როდის კანსელდება და ქრება, მაშინ როდესაც შენ აღარ გინდა. აი აღარ გინდა, всё. აღარ გინდა იმ მომენტში რა. გაანებე იმ შენ რაღაცა ბრძოლას ამ შენ დაკეტილ კარებთან და გაუშვი თავისუფალ ვარდნაში შენი სურვილი. აუცილებლად დაგიბრუნდება სწორი ინფორმაციით ეგ სურვილი, აუცილებლად თუ ასახდენია მოვა მაშინ, როდესაც
საჭიროა. ჩვენ ძალიან ხშირად შეცდომით გონია, რომ რაღაცები გვინდა გვჭირდება და ამ დროს განგებამ და სამყარო უფრო კარგად იცის ყველას თვითონს რა გვჭირდება და როდის. ამიტომ ნუ ებრძვი დაკეტილ რკინის კარებს. გატრიალდი წადი სხვა გზით. და ის კარები თავის დროზე, როცა საჭირო იქნება, გაიღება. მოკლედ, გახდით ჩემი გამომწერები, ნუცარტ პოდკასტ და რა ვიცი, აბა მე ყველანაირად ვეცდები, რომ ის რაც ვიცი, სხვათაშორის არასდროს არ ვლაპარაკობ იმას, რაც არა მაქვს. ნახეთ, დაუკვირდით, მარტო წაკითხული კი არა, ჩემ თავზე გამოცდილი. ამიტომ რასაც გიზიარებთ, ეს ყველაფერი მაქვს ჩემ საკუთარ თავზე გამოცდილი. ამიტომ შეგიძლიათ მერწმუნოთ და იცოდეთ, რომ მე თქვენ არ გატყობთ და სიმართლეს გიზიარებთ. ნუცარტ პოდკასტ. დამილაიქეთ, დამიკომენტარეთ და გამომყევით ჩემ ახალ საინტერესო ამბებში.